სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. იესო ტაძარში დადიოდა სოლომონის ტოაში. აქ შემოეხვინენ იუდეველნი გარშემო და უთხრეს: როდემდე უნდა ყავდეს ჩვენი სული დაბნეულობაში? თუ ქრისტე ხარ, გითხარი გარკვევით. მიუგო იესომ: გითხარით და არ ირწმუნ. ჩემი საქმეები მამა ჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემს. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისაგანნი არ ახართ, როგორც გითხარი. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. მამა ჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ ვერ გაიტაცებს მათ მამა ჩემის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ. მაშინ კვლავ დაავლეს იუდეველებმა ქვას ხელი მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ: ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან. რომელი მათგანისთვის მქოლავთ? მიუგეს მას იუდეველებმა: კარგი საქმისთვის კი არ გქოლავ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდის შენს თავს. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ წერია, რომ მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ. თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, მას, რომელიც მამამ განწმინდა და მოავლინა წუსის სოფელში, ეუბნებით ღმერთს გმობო, რა კი ვთქვი, ღვთისზე ვარ მეთქი. თუ მამა ჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, უმერწმუნებით. და თუ ვაკეთებ, და არ მერწმუნებით. საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ. მაშინ კვლავ ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხდა მათ ხელიდან. ისევ წავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე და იქ დარჩა. ბევრნი მოვიდნენ მასთან და უთხრეს: იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მას, ჭეშმარიტი იყო. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.